დღეს მოვამზადე ყველაზე მარტივად მოსამზადებელი, ხრაშუნა და ძალიან გემრიელი კრემიანი ვაფლები. დაგჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები. 3 კვერცხს დავამატებთ 3 სუფრის კოვს შაქარს, ვანილის ექსტრაქტს, წიკ მარილს და მსუბუქად მოვურევთ. არ ჭირდება დიდი ხნის განმავლობაში თქვება. დაგჭირდება ასევე 60 გრამი კარაქი, მე ვიყენებ შატილის კარაქს რძის ნაღებით, რომელიც უნდა გავადნოთ და გადავურიოთ ჩვენს მიერ მომზადებულ მასას. შემდეგ კი ვამატებთ ფქვილს, რასაც შეიზას, ისე რომ მივიღოთ არაჟნის კონსისტენცია. დაახლოებით 5-6 სუფრის კოვს. ვაფლის ფორმას გადავუსვათ ცხიმი, გადავიტანოთ 1 სუფრის კოვსი ცომი და დავაფიქსიროთ კარგად. დავაყოვნოთ რამდენიმე წუთი, სანამ კარგად არ დაიბრაწება და მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა. როგორც კი გადმოიღებთ, მაშინვე გადაახვიეთ, რადგან რამდენიმე წამში მაგრდება. ახლა კი მომამზადოთ კრემი. კრემისთვის დაგჭირდება ნაღების კარაქი 300 გრამი, ვანილი და მოხარშული შესქელებული რძე. ძალიან მიყვარს ვაფლები მოხარშული კრემით, მაგრამ რადგან არ ბილებს მოხარშული კრემი, ეს არის იდეალური გამოსავალი. მარტივი და თანაც ძალიან გემრიელი. მოვიმზადე 2 საკონდიტრო ტომარა, ერთით კარგად შევავსებ კრემით, მეორეში კი რომელშიც ფორმა მოვათავსე, მივცემ ფორმას. სად არის, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და ნებისმიერ დროს მიირთვათ გემრიელად. თუ მოგეწონა რეცეპტი, ჩემი ინსტაგრამის გამოწერა არ დაგავიწყდეს.